ერი საყვავება ეფუძნება მისი ყოველი მოქალაქის ფინანსურ კეთილდღეობას. სწორედ ამ სიტყვებით იწყება ეკონომიკური ლიტერატურის კლასიკად აღიარებული ამერიკელი მწერლის ჯორჯ სამუელ კლეისონის წიგნი ბესტსელერი „ყველაზე მდიდარი კაცი ბაბილონში“. გამომცემლობა საგა, მთარგმნელი ირაკლი აფრიდონიძე. ამონარიდი წიგნიდან. თუ გიფიქრიათ, რა აფერხებს ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას იცხოვრონ ისეთი ცხოვრებით, რომელზეც ოცნებობენ. ეს არის უფულობა, დიახ ბატონებო, ფულის არქონა ან მისი მწვავე დეფიციტი არის ადამიანების მატერიალური პრობლემების სათავე, რომელიც შემდგომში კიდევ სხვა უამრავ პრობლემასაც წარმოშობს. და რა არის ადამიანების უფულობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი? ესაა არასწორი ფინანსური განათლება, უფრო ხშირ შემთხვევაში კი საერთოდ ფინანსური გაუნათლებლობა. სწორედ აღნიშნული ფაქტორი არის განსაზღვრელი იმისა, თუ რატომ ღარიბდებიან ადამიანები, თუ რატომ ექცევიან ისინი ვალების ჭაობში და იქიდან თავს ვეღარ აღწევენ. გახსოვდეთ, ფულს უყვარს ის, ვინც ერკვევა ფულის გამომუშავების, დაგროვების და ყაირათიანად ხარჯვის კანონებში. ისწავლეთ და შეიმეცნეთ ფულის მართვის ფუნდამენტური წესები, რათა უზრუნველყოთ საკუთარი უსაფრთხო, წარმატებული და კეთილდღეობით სავსე მომავალი. ეძიეთ და იკითხეთ სასარგებლო წიგნები.